გულშემატკივრობ იმას, რომ ოპოზიციამ შეასრულოს თავის დაპირება და საერთოდ არ მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, იმიტომ რომ ეს ყველასთვის უკეთესი იქნება. ქართველი ხალხისთვისაც უკეთესი იქნება, მათთვისაც უკეთესი იქნება ჩემი აზრით და ზოგადად ერთხელ ხომ უნდა ვცადოთ, მე მგონი არჩევნები ქოცნაცური დაპირისპირების გარეშე. მე მაქვს ეს საფუძვლიანი ეჭვი, თქვენ ამ არჩევნებში ძალიან გამიკვირდება თუ მეორე პარტია არ იქნებით. აი მესამე რო იქნებით, რო იყოთ გამიკვირდება. იმ სპექტრმა მათ შორის პერსონალიებით ამოჭამა თავისი დრო და ეს პარტიები მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ. ხა თქვენ შეიძლება როგორი კუთხით ვეღარ მიიღებენ, იმიტომ რომ რომც მიიღონ უკვე ამბავი იქნება მოჭრეს ძალიან უკვე გზა. თქვენი უპირატესობაზე შეიძლება მინუსიც არის, რომ ერთადერთი პარტია, რომელსაც გამოკვეთილი იდეოლოგია აქვს. მე ცოტათი ვერ ყვევი ხლა ლიბერტალიანიზმში. მთლიანად ამ ხალხს არ უხსნით რა არის ლიბერტალიანიზმი. მე ესე მეჩვენება. აი ლიბერტალიანიზმი რა არის? თქვენ ამას ბოლომდე არ ამბობთ ხოლმე. ეხლა მე თქვენ შეიძლება უცებ რო არ ვარაუდობთ ისეთი გავლენა მოიპოვოთ. მე პოლიტიკურ გავლენას ვამბობ ადგილობრივ თვითმმართველობებში. ჭკვიანი ხაზის ხელში თვითმმართველობაში ადგილების მოპოვება შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს კიდევ ვიდრე პარლამენტში მოპოვება. რამდენად ხარ ძად ამისთვის ახლა რაც თქვენ შეიძლება აი ამ ჩემი ოპტიმისტური პროგნოზისთვის აი რამდენად ხარ მზად. დავიწყებ იქიდან რომ მე ნაკლებად მჯერა ერთი რაღაცის რომ მე საზოგადოების უმრავლესობას გავაგებინებ ლიბერტარიანიზმის არსს და ხმებს მოვიპოვებ იმითი რომ ამორჩეულთა უდიდესმა ნაწილმა გაიგო რა ვიცი ჯონ ლოკის და ასე შემდეგ იდეები. ხო და მაგიტო არ ეუნებით და პრაქტიკაში რო უთხრათ. ხო აი პრაქტიკაში ჩვენ ყველაზე მეტი თანამოაზრე ამ ქვეყნის ისტორიაში ყავს ილია ჭავჭავაძე. ზოგადად მე ჩვენ კლასიკური ლიბერალები ვართ ლიბერტარიანიზმი თავისი შინაარსით და სხვანაირად მეორე სახელით ესე რომ ვთქვათ კლასიკური ლიბერალიზმია ხო მაგრამ მე არც იმის არ მჯერა რომ ილია ჭავჭავაძეს გაიგებს მოსახლეობის უმრავლესობა ამ ქვეყანაში გამოგვიცდია ეს და გვინახავს ყველას მე ერთი რაღაცის მჯერა მე მჯერა იმისი რომ ჩვენ ამ საზოგადოებას რაღაცნაირად ინსტინქტების დონეზე, ემოციების, შეგრძნებების დონეზე უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ კაი ხალხი ვართ და ჩვენზე ხმის მოცემა შეიძლება. არა იმიტომ, რომ ჩვენ ლიბერტარიანელები ვართ. არა იმიტომ, რომ ჩვენ რაღაც ფილოსოფიაში კარგად ვერ ყვევით, ან რაღაცაში კარგად ვერ ყვევით. არა, ამას როგორ ჩანს, მე უკვე მივედი იმ დასკვნამდე, რომ ეს მეორე ხარისხოვანია ამორჩეულთა უდიდესი ნაწილისთვის. ეს შეიძლება მნიშვნელოვანი საზოგადოების რაღაც 10%-ისთვის, შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი 10%-ისთვის, რომელიც მე გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, მაგრამ თავარი რაც მე მგონია რომ ჩვენ რაღაცნაირად უნდა მოახერხოთ ის რომ საზოგადოებას უთხრათ რომ აი ამ მატყუარებით სავსე პოლიტიკურ სპექტრში ერთადერთი ხალხი ვართ რომელიც არ იტყუება. აი თუ ამას დავარწმუნებთ, მე მოგვისმენენ რასაც ვლაპარაკობთ, თორე ჩვენ 9 წელია და იგივეს ვლაპარაკობთ. და წარმოვიდგინეთ რომ 9 წლის თავზე მაინც ცოტა ადამიანმა მოგვისმინა. ხა პირდაპირ თქვენ შეკითხვას არ შეეხება ხარ თუ არა მზად ამისთვის? არა, ამ წუთას არ ვართ ამისთვის მზად. და თუ რამ ჩვენი საარჩევნო კამპანია თუ რამე უნდა იყოს ახალი ადამიანების ძიება სწორედ იმ პასუხისთვის რომ არჩევნების დღეს მე ხალხს უთხრა რომ აი მაქსიმალურად მოემზადე. იმიტომ რომ ძალიან რთულია ამ ქვეყანაში მოემზადო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს, რაც აი ძალიან ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე შენ ნორმალური ხალხი ყავდეს, რომელიც მართლა იზრუნებს თავისი რაიონის, თავისი რეგიონის მოწესრიგებაზე, ანუ გაითავისებს რა ფუნქციები აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას, რა ფუნქციები უნდა კონდეს ადგილობრივ თვითმმართველობას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იქნება პატიოსანი გულწრფელი ადამიანი, რომელსაც მის საზოგადოებაში პატარა community-სასაც ეძახიან იმ საზოგადოებაში, ექნება ისეთი რეპუტაცია, რომ მის სახელის ხსენებაზე ადამიანები უბრალოდ გინებას არ იწყებენ. ჩვენ ასეთი 100-ზე მეტი ადამიანი გვჭირდება. და მე ვიცი რა რთული ამოცანაა ეს. 100 მე მგონი ცოტაა. ხო, ანუ მაგას ვიძახე 100-ზე მეტი ამოცან ეს რთული ამოცანაა რა ზოგადად. მე ბედნიერი ვიქნებოდი რომ მე რო ვიპოვო ამ არჩევნებისთვის, აი რო გითხრათ 30, 40, 50 ღირსეული ადამიანი, რომელსაც აი ჩვენ ჩავთვლით რომ ღირსეული ადამიანი, რომელსაც არ არსებობს რომელსაც კომპრომატი რომ იმ საზოგადოებაში არსებობს. ანუ ის კი არა თავრობამ რაღაცა გადაუღო თუ არა, იმ საზოგადოებაში ადამიანების პატივისცემას რომ იმსახურებს, იმიტომ რომ პატიოსანი ადამიანები, კარგი ადამიანები სამწუხაროდ არ მოდიან პოლიტიკაში. ან მოდიან ძალიან ცოტა რაოდენობით, იმიტომ რომ იმდენად აქვს რეპუტაცია შერყეული ამ პროფესიას. რომ ადამიანები ფიქრობენ, რომ თუ შენ პროფესიაში მოდიხარ, აი მე რომ მოდიოდი პოლიტიკაში რომ მოვედი, ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი თვლიდნენ, რომ მე ხوار გავაფერისტი. იმიტომ რომ რამ გამაგიჯა, რა მინდოდა ამ პროფესიაში, სადაც რაც არ უნდა გააკეთო, ყველა გაგინებს. აი მე არ ვიცი ეს როგორ დავძლიო, ეს პრობლემა როგორ დავძლიო, მაგრამ თუ რაღაცა აი გაგვინათ და გონება და მივხვდით რომ ის ადამიანები, კარგი ადამიანები დავარწმუნოთ რომ მოდით ხალხო შემოგვიერთდით, არსებობს შანსი ახლა რომ თქვენს რაიონში, თქვენს სოფელში, თქვენს კუთხეში
შეგეძლოთ სიტყვის თქმა. შეიძლება ჯერ არ უმრავლესობაში არ მოხვიდეთ. შეიძლება თქვენი აზრი არ იქნას გათვალისწინებული, მაგრამ პირველად იყოს სიტყვა, ხო გაგიგიათ. ხო და ეს პირველად იყოს სიტყვა, პირველად უნდა თქვას ღირსეულმა ადამიანმა ეს სიტყვა, თორე სიტყვა თუ შენ ათქმევინე არასწორ ადამიანს, ესე იგი ამ სიტყვასაც აფუჭებ და შემდეგ ეს სიტყვა საქმეთ არასდროს არ გადაიქცევა. და გეთანხმებით, ამ წუთას არ ვარ მზად, მაგრამ საარჩევნო კამპანია იმისთვის არსებობს, რომ მოძებნო ახალი ადამიანები და მე მაქვს იმედი, რომ ასეთი ადამიანები გამოჩნდება.